დავიწყო? ჩემი ტაშიც დავა. გამარჯობა, მე ვარ ანა ყავლაშვილი, ამ ეტაპზე მიწევს რომ ვიყო სამოქალაქო აქტივისტი. ეს არის Devil's Wear Brada. მე მომიწევს რომ შევაფასო ორი სხვადასხვა ობიექტი და გამოვიცნო რომელი არის უფრო ძვირადღირებული. ეს უფრო ძვირადღირებულია. ხო ეს არის. იმიტომ რომ მას აქვს ბუშტუკები, ანუ ცომი ცოტა უფრო უხარისხო არის და დამუშავება აკლია და უფრო მეტად ალბათობა მეტი არის რომ ეს უფრო კაი იქნება. ნახოთ აბა. ხო ხორცით არჩული. წანი აქვს. და თიულურია ხო? გემრიელია. მაგრამ ქალქური იყოს უფრო კაი იქნება. მე მინდოდა რომ აქცებზე ხინკლები მოგვეხვია და ადამიანები გამოსულიყვნენ მასტერ-კლასის სანახავად და ხინკლების დასაგემოვნებლად. ეს რა თქმა უნდა. კი. კი ბატონო, მართალია. აუ მინდა რომ სახლშიც ესე იყოს. ორ საჭმელს მიდევდეს ვიღაც და მე ვირჩევდე რომელი უფრო კარგია და იმას ვიღებ. წყალია? წყალია. და სხვაობა რამდენი არის? 5 თეთრი? საერთოდ ვერ ვარჩევ გემოებს. ალბათ ეს. იცით რა არის? ამას აქ უფრო წყლის ჭავლის გემო. ანუ იქ ხო ფულს არ ინანებენ მაგაზე რომ კარგად დაგვარბიონ და ეს უფრო ხარისხიანი არის მე მგონი. აუ ეს ისე დაფარეთ გეგონდება უცებ არ მივხვდარიყა. ჩემი აზრით ეს უფრო ძვირიანია. იმიტომ რომ არ ვიცი, ერთ თუთი უფრო დახვეწილია ჯერ ერთი და იხავე გეტყვით რომელი. მე მეგონა აქ ექნებოდა უკან აი ესეთი რა, ხარისხის დამადასტურებელი, მაგრამ ერთს აქვს და მეორეს არა და ეს მაინც ეს იყოს უფრო ძვირი, იმიტომ რომ ამას მარტო ერთი ხარისხის დამადასტურებელი აქვს და მე მოქვს ესეთი ჩაფხუტი და ძალიან კარგად დამიცვა გაზისგანაც და ტყუებისგანაც და ამიტომ ამას უფრო ვენდობი. ეს და ეხლა რო არ იყოს. წავაგე. აუ აზეა რო სერვირება რამდენად მნიშვნელოვანია შენ? სერვირება ძალიან მნიშვნელოვანია. უბრალოდ მე მინიმალურ დატვირთვას ვანიჭებ ხოლმე სერვინგს, ანუ მგონია რომ თებში უნდა იყოს მაქსიმალურად სადა, თეთრი. აქეთ ნარცერს გამოვიყენებდი. მაგრამ მგონია რომ ეს უფრო ძვირიანი უნდა იყოს ალბათ. ეს ბევრად მძიმეა და ზომით ისეთი დიდი არ არის რომ მაგის ხარჯზე იყოს ეგეთი მძიმე, მაგრამ არ ვიცი ეს მგონია უფრო ძვირიანი. ეს არის? Yes. რა ღირს? ფიგურასია? ფიგურასია 200 ძვირის. აუ ჩიზკეიკი არ მიყვარს არც ერთი. ნახოთ. გემრიელია. ჩიზკეიკები დიდად ვერ ყვევი. მაგრამ მგონია რომ ეს უფრო ძვირიანია, იმიტომ რომ სტრუქტურა უფრო სასიამოვნო აქვს ბევრად, თან ამას ზემოდან ნაღები აქვს და ჩემი აზრით კარგ ჩიზკეიკს დამატებით ნაღები აღარ უნდა ჭირდებოდეს. ეს. არა? ეს ბევრად გემრიელია მართლა და სასიამოვნო. ბალაკლავა არის ნივთი, რომელიც ამ აქციების პერიოდში ყველამ გაიგო რამდენად კარგი და სასარგებლოა. აუ ეხლა მგონია რომ წავაგო შემრცხვება. მაგრამ ეს უფრო თხელია, მაგრამ აი ეს წერტილები რო აქვს, ეგ მგონია იმისთვის აქ რომ კანმა უფრო ისუნთქოს. მაგრამ ეს უფრო სქელია და ეს იყოს. კი, ეს უფრო ეს. ქართველების კიდევ ერთი გამარჯვება. ნამოთ ჩემი საყვარელი ნივთი.
ეს რადგან დაფარეთ, ეგ იმას ნიშნავს, რომ ორივე დაფარულია. ერთი თიქნებ გამოვიცნო. სამიანი თუ აწერია, კარგია და ვერ ხვდები აწერეთ. ამას ახლა ფილტრები აქვს, რა თქმა უნდა, უფრო კაი იქნება, ორი ამხელა ფილტრი აქვს და ამას მარტო ეს ერთი. ამას ხოთი შორის ძალიან გადამარჩინა თავიდან პირველ რამდენიმე დღეს. ჩემი აზრით ეს უფრო კარგი უნდა იყოს. ხო? Yes. ხოთი შორის ახლა მაქვს ერთი ფილტრი, რომელიც რო წუწუნებდი, რომ ვერ კარგად ვერ ფუნქციონირებ წინა ხაზებში, იმიტომ რომ ჩემი ფილტრები გაიჟღინთა გაზით თქო, მაჩუქეს ძალიან ბევრი ფილტრი, ძალიან ზვირიანები და ჯერჯერობით ვერ დავტესტე, იმიტომ რომ აღარ გვარბევენ და ველოდები ტყუილად მიდევს სახში. ძალიან კაი იყო, ძალიან გავერთე, დიდი მადლობა. თქვენ შეგიძლიათ თუ მოგეწონათ დააფოლოვოთ, იმიტომ ჯი სოციალურ ქსელებში, სადმე ჩამოშლით აქ. ეხლა მე წავალ, გავიმზადები და შევხვდებით აქციაზე. Всё.